სასკოლო ფორმების ესკიზები უკვე შექმნილია. მოსახლეობისთვის ცნობილი გახდა, როგორი იქნება ახალი სასწავლო წრიდან სასკოლო ფორმის დიზაინი გოგონებისთვის და ბიჭებისთვის. ესკიზის მიხედვით ბიჭებისთვის გათვალისწინებულია კლასიკური სტილის პიჯაკი და შარვალი, გოგონებისთვის კი პიჯაკთან ერთად შარვალი და ორი სხვადასხვა ზომის ქვედაბოლო. ფორმის ტარება პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის იქნება სავალდებულო. რა დაუჯდება ოჯახს სასკოლო ფორმის შეძენა, მალე გახდება ცნობილი. ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში იქნა წარდგენილი და შემდეგ რამდენიმე თვიანი განხილვის საფუძველზე და საზოგადოების უდიდესი ნაწილის სრული მხარდაჭერის საფუძველზე იქნა მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული, ახლა უკვე განხორციელების სტადიაზეა. ერთ-ერთი მიმართულება ამ რეფორმის არის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სექტემბრიდან პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, რომ შემოღებულ იქნეს სასკოლო ფორმა, რომლის დიზაინზეც რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი დიზაინერი მუშაობდა და შეირჩა კონკრეტული დიზაინის ფორმები, რომელზედაც ახლა განათლების სამინისტროს შეპესეს საგანმანათლებლო რესურსებს გამოცხადებული აქვს ბაზრის კვლევა. ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისთვის, რომ სკოლაში დამკვიდრდეს ფორმის კულტურა და ის ტრადიცია, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით არსებობს, საქართველოს საჯარო სკოლებშიც იყოს დამკვიდრებული და განხორციელებული. სწორედ ამისთვის შეიქმნა თვენახევრის წინ შეპესე საგანმანათლებლო რესურსები და გათვლილია იმაზე, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ფასად მოხდეს ამ ფორმების რეალიზაცია და ეს ფორმები იყოს უმაღლესი ხარისხის. ამჟამად გამოცხადებული არის ბაზრის კვლევა, რომლის მიზანიც არის, რომ ყველაზე დაბალი ფასის იდენტიფიცირება მოხდეს და ამ ფასით მოხდეს შემდგომში დაკვეთისა და შესყიდვის განხორციელება იმისთვის, რომ ზაფხულის ბოლოსთვის ჩვენმა მოქალაქეებმა ბავშვებისთვის შეძლონ ფორმების შეძენა. ამასთანავე საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ყველა იმ ოჯახის პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებული არის 60,000 ან ნაკლები ქულით, მიიღებს ფორმას უსასყიდლად.